მეუღლე თუ იყო ეჭვიანი, ან თქვენ თუ იყავით ეჭვიანი? ჩავგულიძე იყო ჩემი პარტნიორი. ქალების რისხვა. ულამაზესი. ტანი ულამაზესი, უნიჭიერესი. მოკლედ კამფეტი კაცი იყო რა და ქალები მართლა გიждდებოდნენ. ხო და ის თამაშობდა ჩემთან, თან რა სცენა? რა სცენა? ეს თავადის ბიჭია და ეს გლეხის გოგოა. ხო და აუპატიურებს. კულისებში დაიმალა. ხო და იმ ფარდიდან მიყურებდა ესე. ეხლა რა უნდა მომხდარიყო სცენაზე, ხო წარმოგიდგენიათ, არაფერი არ ხდებოდა. ჯერ ერთი მე რა გავაკეთე. რო წამოვიდა ჩემსკენ, მოვტრიალდი და კულისებში გავარდი. რატომ? просто ჩემსკენ რო წამოვიდოდა, შუქი ქრებოდა. ხო. შუქი ქრებოდა, რომ მოხდა რა. ხო. ამას ავათო ხელიც არ მოუკიდია ჩემთვის. და კულისებში რო გაიქეცით, რა გითხრათ? ეს იყო პრემიერაზე. და მე რო წამოვიდა ჩემსკენ, მითხრა, გენაცვალე, არაფერს არ გეშვებია, ნუ გეშინია, არ გახვიდე კულისებში, მითხრა. მეუღლის გამო რამე სცენებზე თუ გიწევდათ უარის თქმა, იგივე ინტიმურ სცენაზე, ან სადაც სიშიშვლე იყო როლისთვის? არა, ის ერთადერთი ის იყო ოთარი მკოცნი და მეღვინე. მეღვინე თუხუცესი. მეღვინე თუხუცესი. და ეგ არ მოწონდა. ნამეტანი ჩახუტება არ არის საჭირო. ანუ მაინც ეჭვიანობდა. ხო. ესეთი გაკვრით რაღაცას იტყოდა. 70 წელი გაატარეთ ერთად თქვენ და თქვენმა მეუღლემ. 70 წელი. ქონიათ რამე კრიზისული პერიოდი დაშორებაზე რო გეფიქრა თუ ესეთი რამე არ ყოფილა საერთოდ? ერთი პერიოდი ქონდა პატარა. რის გამო? აი მაგის გამო, აეკიდა ქალი და იმიტომ რომ გიждდებოდნენ ქალები ჩემ ქმარზე. ვინ იყო ეს ქალი, იცნობდით? იცნობდით. შენ როგორც გინდა, ისე უნდა გადაწყვიტო. ჩემთან თუ გინდა, ჩემთან დარჩები და თუ იმასთან გინდა, იმასთან დარჩები. მე კაცი, რომელსაც ჩემთან არ უნდა ყოფნა, იმ კაცთან რა გამაჩერებს მეთქი. რა გიპასუხათ ამაზე? მუხლებზე დადგა და იტირა.